ვირუსები თანამედროვე მსოფლიოს უმთავრეს პრობლემას წარმოადგენენ. კაცობრიობის ისტორიაში იყო ისეთი ეპოქები, როდესაც ადამიანები მაღალი ტემპერატურის გამოც კი იღუპებოდნენ. თუმცა მეცნიერებისა და მედიცინის განვითარებასთან ერთად ხდება უამრავი ამოუხსნელი და გადაუჭრელი პრობლემის აღმოფხვრა. ამ გამოშვებაში გავიგებთ, რას წარმოადგენს ვირუსი, როგორ მოხდა მისი აღმოჩენა, შევისწავლით მის აგებულებას, კლასიფიკაციას, გავიგებთ, როგორი გავლენა იქონია არაუჯრედულმა პარაზიტმა მსოფლიო განვითარებაზე. გავიხსენებთ ზოგიერთ ვირუსს, რომელმაც მასობრივი სახე მიიღეს და კაცობრიობის დიდი ნაწილი გაანადგურეს. დავახასიათებთ ვირუსულ დაავადებებს, რომლების დღესაც მეცნიერების განვითარების უმაღლეს საფეხურზეც კი იჩენს თავს და ემუქრება მსოფლიოს. მაშ ასე, მისი უდიდებულესობა ვირუსი მიკროსკოპული, თუმცა საშიში არსებაა, რომელიც ორგანიზმიდან ორგანიზმში ისე დასეირნობს, როგორც არაფერი. 1892 წელს გამოქვეყნდა რუსი მეცნიერის სტატია, სადაც აღწერილი იყო 5000-ზე მეტი სახის ვირუსი. ნავარაუდები იყო, რომ არსებობდა მილიონამდე სახეობის. ცოტა მოგვიანებით კი ჰოლანდიელმა მეცნიერებმა თამბაქოს მოზაიკის ვირუსი აღმოაჩინეს და მას ფილტრში გამავალი შხამიანი საწყისი უწოდეს. შემდეგ, როგორც დროს ჩვევია, ტერმინის დაიხვეწა და ფილტრში გამავალი ვირუსი ეწოდა. შემდეგ კი უბრალოდ ვირუსი. ვირუსები აღმოაჩინეს თითქმის ყველა ეკოსისტემაში დედამიწაზე. ვირუსები 20-30 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ნაწილაკებია. ნანომეტრი მეტრის 1 მემილიარდედი ნაწილია. მათ ცოცხალი უჯრედის ინფიცირების უნარი გააჩნიათ. ისინი სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმას მიეკუთვნებიან. ვირუსები უმცირესი ზომის ნაწილაკები არიან და მათ შესწავლა ხდება მხოლოდ ელექტრონული მიკროსკოპის მეშვეობით. მეცნიერებს ჯერაც ვერ გადაუწყვიტავთ მიაკუთვნონ თუ არა ვირუსები ცოცხალ ორგანიზმებს. რა თქმა უნდა, ვირუსების მთავარი ნავსაყუდელია ადამიანის ორგანიზმი. თუმცა სანამ ჰომო საპიენსამდე მიაღწევს, შეიძლება რომელიმე ცხოველის ან მწერის ორგანიზმში დაიდოს ბინა. მაგალითად, სოფის გამომწვევი ვირუსისთვის შუალედური გაჩერება მღრღნელის ორგანიზმია. მიუხედავად იმისა, რომ მათ არაფერს უნებს, ადამიანისთვის მომაკვდინებელია. გარდა სასტიკი მღრღნელებისა და ადამიანებისა, ვირუსებმა შეიძლება მცენარეებში, სოკოებში, უმარტივესებსა და რასაოცარიც უნდა იყოს, ბაქტერიებზეც კი დაიდონ ბინა. ვირუსს, რომელიც ბაქტერიის ორგანიზმში შეჭრას მოახერხებს, ფაგი ეწოდება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით ბევრი ვირუსის სტრუქტურა და გვესმის ზოგიერთი მათგანი როგორ აინფიცირებს უჯრედს, მაინც მცირეა ცოდნა ამ ორგანიზმების დინამიკის შესახებ. ვირუსები მიკროსკოპული ნაწილაკები არიან, რომლებსაც აქვთ ავტონომიური გენეტიკური ელემენტები ნუკლეინის მჟავების სახით. ვირუსები დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზები არიან. მათი სიდიდის სპექტრი მოიცავს როგორც პატარა ბაქტერიალურ უჯრედებს, ასევე დიდ უჯრედებს, რომლებიც ინახავენ საკუთარ ვირუსულ პათოგენს. ყველაზე მარტივი ვირუსი შედგება გენომური ნუკლეუნის მჟავის ერთი მოლეკულისგან, რომელიც გარშემორტყმულია მაღალსიმეტრიული დამცავი შრით. ვირუსის სტრუქტურა დახვეწილია, თუმცა მექანიზმი, რომლითაც ისინი ყალიბდებიან, ჯერჯერობით საიდუმლოს წარმოადგენს. ყველაზე მარტივი ვირუსები მხოლოდ ნუკლეინის მჟავებისა და დამცავი გარსისგან შედგებიან. ზოგიერთი შემადგენლობაში ცილები და ნახშირწყლებით შედის. ერთი სიტყვით, ვირუსი სხვა არაფერია, თუ არა გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი მიკროორგანიზმი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისთანავე ბრძანებას გასცემს და ინფორმაციას ავრცელებს. და მაინც, რას აღარ ეჩვევა ადამიანი? თქვენ წარმოედგინეთ ვირუსსაც კი. თურმე ეს პატარა ტირანი აგრესიულობას თანდათან კარგავს. ამაში როლს მასპინძელი ორგანიზმის შეგუების უნარიც ასრულებს. სწორედ ასე მოხდა სამხრეთ ამერიკაში გავრცელებული მაქსომატოზის ვირუსის შემთხვევაში. ვირუსების აღმოჩენიდან პირველი 60 წლის განმავლობაში არ არსებობდა მათი კლასიფიკაციის სისტემა. კლასიფიკაცია არის ვირუსების დაჯგუფება, მათი თვისებების მიხედვით. ეს მეცნიერების დავის და დებატების საკითხიც კი გახდა. ვირუსების კლასიფიკაცია დაიწყეს 1960 წლიდან, როდესაც შესწავლილი იქნა ვირუსთა ახალი სახეები, ელექტრონული მიკროსკოპის გამოყენებით. ვირუსი მრავალგვარია. ისინი განსხვავდებიან ნუკლეინის მჟავების ჯაჭვების რაოდენობის, ფორმის, გამოწვეული სიმპტომების მიხედვით. მათი კლასიფიკაცია ხდება ასევე წარმოშობის მიხედვითაც. მრავალი ვირუსი სპონტანურად ყალიბდება მასპინძლის უჯრედის შიგნით, თვითჩამოყალიბების უნარის გამოყენებით. მოგეხსენებათ, რომ საუკუნეების წინ მედიცინა იმდენად დაბალ დონეზე იდგა, ადამიანები მომატებული ტემპერატურისა და ეგრეთ წოდებული ბატონებისგან იღუპებოდნენ. თუმცა დროის მატებასთან ერთად იმატა ექიმბაშებისა და მეცნიერების გონებრივმა შესაძლებლობებმა და მათ უფრო მეტის და მეტის აღმოფხვრა იწყეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მედიცინა საკმაოდ განვითარებული დარგია, მაინც არსებობს დაავადებები, რომელთა წინააღმდეგაც იგი უძლურია. ქვეყნიერების ისტორიაში არსებობს რამოდენიმე საშინელი დაავადება, რომელთაგან ზოგიერთი დღესაც იყიდებს ფეხს და კაცობრიობა ვერ გაექცევა. 1976 წელს სუდანსა და ზაირში პირველად გამოჩნდა ვირუსი ებოლა. სწორედ მდინარე ებოლაში დაფიქსირდა ვირუსის პირველი შემთხვევა. ვირუსი ცენტრალურ და დასავლეთ
აღმოსავლეთ აფრიკაში მძვინვარებს. მისი გამავრცელებელი ცხოველებიც კი იქ ბინადრობენ. პირველი აფეთქების შედეგად დაინფიცირდა 300-მდე ადამიანი, რომელთაგანაც 53%-ისთვის ვირუსის სასიკვდილო აღმოჩნდა. ვირუსი ვრცელდება ლორწოვანი გარსით და კანის მიკროდაზიანებით. კანადელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ვირუსი შესაძლოა კონტაქტის გარეშეც გადაეცეს. ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომებია: კუნთების, თავის, ყელის ტივილი. შემდეგ იწყება გულის რევა, დიარეა, ღვიძლის და თირკმლის დაზიანება. შესაძლებელია შიდა და გარე სისხლდენები. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ებოლას ნატურალური კერა ვერ აღმოაჩინეს. ასევე არ არსებობს ვირუსის კლინიკური ვაქცინა. ეპიდემიებს შორის ებოლა უმსხვილესია მედიცინის ისტორიაში. 2014 წლის მონაცემებით 1779 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან 961 დაიღუპა. მალარია უძველესი დაავადებაა. მისი ეპიდემია ჯერ კიდევ აფრიკულ ანთროპოიდებს შორის ბძვინვარებდა. ის ერთგულად მოყვება კაცობრიობის განვითარების ისტორიას და დღემდე მსოფლიო მედიცინის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. პირველი დოკუმენტირებული ცნობა მალარიის შესახებ აღმოჩენილია ეგვიპტეში. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია: ცხელება, ციება, ოფლიანობა, კომა და სიკვდილი. მის გამავრცელებლად ითვლება კოღო, რომელმაც დაკბინა ჯერ ინფიცირებული, შემდეგ კი ჯანმრთელი ორგანიზმი. დაავადება იმ გეოგრაფიულ ზონებშია გავრცელებული, სადაც ბინადრობს კოღო ანოფელესი. ეს ზონები ძირითადად ტროპიკული და სუბტროპიკულია, ტენიანი და ცხელი კლიმატით. საქართველოში მალარიის გავრცელების ძირითადი რეგიონები რისკის ზონა არის კახეთი. უმნიშვნელო რისკის ზონა ქვემო ქართლი. ყოველ წელს 400 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება მალარიის, რასაც დღემდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ესპანური გრიპი, იგივე ისპანკა, 1918-1920 წლებში ესპანეთიდან წამოსული გრიპის უდიდესი პანდემიაა, რომელმაც ოფიციალურად 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს რიცხვი პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა რაოდენობაზე ორჯერ მეტია. ამ სასიკვდილო ვირუსის ქვეტიპია H1N1, დღევანდელი ღორის გრიპი. 1918-ში და 1919-ში H1N1-ით დაიღუპა 40 მილიონი ადამიანი. 1947-1958-ში H2N2 აზიური გრიპით დაიღუპა 2 მილიონი ადამიანი. მიმდინარე სეზონისთვის საქართველოში თანაც ირკულირებს ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი H1N1, რომელიც 2018 წელს 45 კალენდარულ კვირაში გამოვლინდა. მომდევნო პერიოდში მისი ცირკულაციის არეალი გაფართოვდა. ავადობა თანმიმდევრულად გახდა უფრო ინტენსიური და გამოიწვია ავადობის მაღალი ტალღა. ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის თვისებების გამო მოიმატა ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვმაც. გრიპით დაღუპულთა რაოდენობა 14 ადამიანს მიაღწია. იმედია სულ მალე დასრულდება ეს გრიპი და ხალხში გავრცელებული პანიკა. გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს. შესაბამისად, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურადაა საჭირო. გრიპის პერიოდი ჩვეულებრივ შემოდგომა ზამთრის პერიოდში დგება. შესაბამისად, ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. გრიპის ვირუსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ხველის ან სემინებისას. როცა ვირუსი წვეთებად გაიფრქვევა ჰაერში, ის ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული ხელებით ან ზედაპირებით. გრიპი ადამიანთა უმეტესობას გადააქვს მსუბუქად და არ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ არ უნდა აგერიოთ ერთმანეთში გრიპი და უბრალო გაციება. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობა შესაძლოა მოყვეს გართულებები და ფატალური შედეგითაც კი დასრულდეს. ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. ამით ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარისღილაკი, რათა არ გამოტოვოთ ყველაზე საინტერესო. დროებით!